სავარაუდოდ ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს პირდაპირ ეთერში როგორ მიდის ხალხის ტალღა იმისთვის რომ გადაკეტოს სწორედ საავტომობილო გზა. ხედავთ რომ გადაიკეტა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა, მოქალაქეები გადავიდნენ საავტომობილო გზაზე და დღევანდელი დღეც მათი განმარტებით შედგა. ასეთ განან დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეები სავარაუდოდ ამ ავტომობილებს მისცემენ მხოლოდ იმის შესაძლებლობას რომ გაიარონ ამ მონაკვეთზე და უკვე ყველა გადმოინაცვლებს სწორედ რუსთაველის გამზირზე. ამავდროულად მინდა გაჩვენოთ კუთხეში ძალოვანი უწყების თანამშრომლების მობილიზება. აქ არიან პოლიციის მაღალჩინოსნები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მთელი ეს ტერიტორია. ამავდროულად გესმით თქვენ შეძახილები ბოლომდე ახლა მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც სავარაუდოდ ხმის გამაზრიერებელში იტყვის რომ უნდა გაათავისუფლონ მოქალაქეებმა საავტომობილო გზა და ეს გამაფრთხილებელი ხმაც უკვე ისმის მოქალაქეებს მოუწოდებენ რომ გადმოვიდნენ საავტომობილო გზიდან. ამავდროულად მეორე მხრიდან ისმის შეძახილები წადი ეუბნებიან საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს. ეს ადამიანები როგორც ხედავთ დიდი რეპრესიების მიუხედავად არავის ეშინია დაპატიმრების და ამ ფორმით ცდილობენ მოქალაქეები რომ აჩვენონ მთელს სისტემას რომ მათი ეს პროტესტი არ ჩერდება. ხედავთ საქართველოს დროშებით არიან ბოლომდე ისმის შეძახილები და ამავდროულად ავტომობილებიდან უერთდებიან მოქალაქეები პროტესტ გააჩერა ეს მანქანა და საქართველოს დროშას უფრიალებენ აქ შეკრებილ ადამიანებს. საინტერესო ახლა რას მოიმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან ჩვენ გვახსოვს ბოლო დღეების განმავლობაში როგორ დაიწყო გელაძის სამსახურმა ადამიანებზე ნადირობა, ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის ქალებსაც და ტროტუარიდან მიყავდათ, ტროტუარზე აკავებდნენ ადამიანებს. აი ეს რაოდენობა არის ახლა გარდა საავტომობილო გზისა რუსთაველის გამზირზე. სავარაუდოდ ეს ადამიანებიც გადმოვლენ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამავდროულად მე მინდა გავესაუბრო აქ შეკრებილ ადამიანებს, შევეცდები რომ მათთან კომუნიკაცია დავამყარო. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აი დღეს კიდევ ერთხელ რეპრესიების მიუხედავად მაინც გადმოხვედით ცენტრალურ მაგისტრალ გზაზე. აი რას ეუბნებით ქართულ ოცნებას აქეთ? ბოლომდე. ეს არის თქვენი სათქმელი. როგორ ფიქრობთ, აი ეს რეპრესიები რაიმე შედეგს გამოიღებს? ვერაფერს. ბოლომდე. მე შედეგი არ ექნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა. მივეკავდი და მოდი არ ვესაუბროთ ამ ადამიანებს, შეგვიძლია გადავინაცვლოთ იქით მხარეს უშუალოდ ტროტუარზე სადაც არიან ადამიანები და მათთან ცადოთ გასაუბრება. აქ ერთი ავტომობილი არის, რომელსაც ესაუბრებიან აქ ძეს მონაწილეები. ქალბატონო ნინო, გამარჯობა. თქვენ ისევ აქ ხართ პატიმრობის მიუხედავად. გითხარით რა გაქვთ სათქმელი? აი დიდი რეპრესიების მიუხედავად ხალხი მაინც დგას გზას. ხალხით რა. ეხლა მე რატო არ გადავდივარ? იცი მე ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანებმა მითხრეს, რომ არ არის საჭირო რომ მართლა ერთწლიან ციხეში წავიდეთ. ყველა დააწესეს მორიგეობა გულადმა ადამიანებმა და ყოველდღე რიგრიგობით გადაკეტავენ. და მე ვარ ამაყი ამ ადამიანებს, ეხლა ვდგავარ და მიყვარხართ ვეძახი. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ჩანს ახალი ინფორმაცია მივიღეთ, მორიგეობა ექნებათ აქ შეკრებილ ადამიანებს და მორიგეობით გადავლენ და გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს იმისთვის, რომ რამ ერთწლიან პატიმრობაში არ გაუშვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ადამიანები. გვანცა გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ ვნახეთ რეპრესიების ტალღა, როდესაც მწერლები, გამომცემლები, ჟურნალისტები, ქალები, ყველა იყო ციხე, ყველა ახლაც არიან ეს ადამიანები ციხეში. გითხარით, აი რა გაქვთ დღეს ქართული ოცნებისთვის სათქმელი, რომელიც ამბობს, რომ თქვენი პროტესტი იქნება მილევადი, თუმცა ხედავთ, რომ ამ დაკავებების სერიის მიუხედავად მაინც აქ დგახართ. ცენტრალურ ოცნება, ქართული რუსული ოცნება, უკვე 334 დღეა პირდება ადამიანებს, რომ ეს პროტესტი მილევადი იქნება. მოქალაქეებს არ ვიცი ვის, მაგრამ პირდება, რომ არის მილევადი. თუმცა რეალობა რუსთაველზე არის სრულიად განსხვავებული. აი ჩვენი ბრძოლის გამორჩეული მებრძოლები ხედავთ, რომ დღეს ისევ გადავიდნენ რუსთაველზე და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ მათი, იმიტომ რომ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ფორმით ყოველდღურად გამოიხატოს ის დაუმორჩილებლობა იმ კანონების მიმართ, იმ არალეგიტიმური კანონების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს, რომ დაუპირისპიროს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელსაც აქვთ სრული უფლება, რომ საკუთარი პროტესტი გამოხატონ. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ აქ ყოველდღიურად, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად დაკავებებისა, ადამიანები ამით არ შინდებიან, ადამიანები ამის გამო არ ნებდებიან და აი ეს დღევანდელი კიდევ ერთი გადაკვეთა სწორედ ამის მანიშნებელია, რომ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. მადლობა ძალიან დიდი. ვაჩვენოთ ჯაჭვი, რომელიც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზაზე შეკრეს. საქართველოს დროშებით, ასე ხელჩაკიდებულები დგანან ახალგაზრდები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ამავდროულად აქეთაც არის პერფორმანსი, როგორც ხედავ, ქოლგის ქვეშ მღერიან ახალგაზრდები საქართველოს ჰიმნს. მოკლედ, ასეთი არის ვითარება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. რუსთაველი დღესაც გადაიკეტა, აქ რჩებიან მოქალაქეები, ამავდროულად sapatrulo პოლიციის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვრჩებით აქ და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.